რომ აი რიტუალად თუ არ აქცევ, იქ რიტუალია. ზუსტად ესეთივე. მე ისეთ თამაში ვიცი რომ ცოტა დრო გვაქვს. ისეთ თამაშზე ვარ ნამყოფი. ჩავედი მადრიდში და გემახსოვრებათ ალბათ, ლისაბონში იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ატლეტიკო ეთამაშებოდა რეალ მადრიდს. და მე ჩავედი მადრიდში, ვიფიქრე 3-4 დღე გავჩერდები და მანქანით ლისაბონში წავალთ მეთქი. და ზურა პოლოლიკაშვილი ჩვენი ელჩი იყო მაშინ დიდი გულშემატკივარია და მითხრა დარჩიო. სად დარჩე მეთქი თამაში ლისაბონში მეთქი. დარჩიო მაგარ ადგილას წაგიყვანო. ნუ ეხლა მეთქე სად უნდა წამიყვანო ეხლა თამაშის დღეს ამაზე ვარ ჩამოსული გავიგე ყველგან ვიყავით აქეთ ვიყავით მუზეუმებში ნამყოფი ვართ კიდე ერთხელ შევალ დღის პირველ ნახევარში შეგვიძლია ნუ 6-7 საათი მანქანით სად უნდა წამიყვანო. წამოდიო წამიყვანა ბერნაბეუზე 100,000 რამდენიც ეტევა 98 თუ 12000 ეტევა. ფეხბურთელები არ იყვნენ. იყო 4 ესეთი შუა ცენტრში 4 ესეთი დიდი ეკრანი დაყენებული 4-ვე მხრიდან. 4-ვე მხარეს. და ნუ უშველებელი ეკრანი და ამ ლაივში ეს 92,000 კაცი უყურებდა სტადიონზე. თავის აი ესეთ თავის ვიპებით, მანქანებით, ბილეთებით და წარმოიდგინე ფეხბურთზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვიყავი და ნუ აი წარმოგიდგენია ვიძახოდი რომ ეს კაი რამე თქვი ახლა თუ ბატონი რომან ფიფია უყურებს ჩვენ გადაცემას შეუძლია სტადიონზე გააკეთოს ლიგის ფინალის ეგეთივე ვარიანტი. დინამო უნდა თამაშობდეს და მაშინ იქნებოდა. დინამო უნდა თამაშობდეს და ისეთივე ემოციები იყო რომ დინამო მაშინ აუძებს საჯზე, გოლზე 500 წელი დავჭირდება. მე ეგეთი რამე აი რატომ მითხრა რომ იმას რომ მე რამდენჯერ მიდიხარო ჩემპიონთა ლიგის ფინალზეო, მაგრამ ესეთი ფინალიო. ხო, უფეხბურთო სახიობის გარეშე თეატრში ვიყავი. ისეთი კმაყოფილი როგორი ხა მე რა უნდა გამიკვირდეს და დღემდე ამდენი წელი გავიდა. კაია. საოცრება იყო. გადავიდეთ ნელ-ნელა ჩვენ